ხო, მამუკა როგორ გამიხარდა, შენი დანახვა, კაცო, მოდი, შეგეფუთა, მოდი. მოდა, თუ გამიხარდა, მომილოცავს რავას დაესწა. როგორ არის? კარგი, გენებს კარგად, არა. ის არავითარ, ჩვენი კაცი ხარ შენ და მე? ო, ჩვენი კაცი როგორ არა, რავა? ხო და ერთი შევაგირდება შინდა. ჩემის გულისთვის მეძებდი, ბიჭო. აბა ის გააჩერე ქუჩაში ნებისმიერ ჩართველი. კითხე, შევა ნებისმიერ თემაზე. შენ აშკარი არის ეს ფოტოე. შევას რამდენსაც კიდე ყველა ქართული ხოშკი, სულსაკუთი ძელი. აი, შენ გამოსილი კაცი ხარ ეხლა. სად შენირჩევა და სად ვიღაცი? გამოსილი ვაკი. აღარ მიხარდაში ესათმე. რა არის და? სულის გობანა გადავი. რას გამიდე? ო, რა ი? მოშედერაცული, მოდი. რა გამიხარდა, ეს თვითონ რო ჩამიგოდი. ვიღა რას ლაპარაკო? დღეს დრო მოვიდა ისე. ბიჭი დაიბადება, გაიზრდება და კაციშვილმა არიცის ცოლს მოიყვას თუ გახოვდება. არა და ხოვნელების უარელება დამოხდებს. გამერა დაგუნახე, მაგისთან. ჯვალისებია, შენ ჯვალისებია. ო, გაი, გამიერთე ლაპარაკს თავი დავანებოთ ეხლა, ჩემ მიხარ რა შევასმა. რა და ჩვენი შეცდომები არ გაიგო. რა შეცდომები? ვისაც სიყვარული აუხსე, სორობა ვთხოვე და დამფარდა, ყველა მოვიყვანე ცოლად. რა მიიწონი ხალხა? ორი. უიმე, დედა, მე მეგონა 1, 7, 8, 2 რა. სხვები არ გამოვყვნენ და. რატომ? რა მითხეს, იცი? აბა, ჩაიქედე საკეში შეუბედურო რას გავხარ. ისე ეგ როგორ დაკარგეს, კაცო? შენ მიცნობდი მე ახალგაზრდობაში? არა. ეგ არის. მოდა გეტყვი არ. ხარ. პირველ სოლზე ვარ განსაკუთრებული გაბრაზებული. რა? ეს სოფლები მიჭირდა. სასოფლოზე ვსწავლობ. თბილისში ბინას მიჭირის ხოლგანო და წინის დროს დაიმუშავე. მოდა. ისეთი გამხდარი შავი და შეუხედავი კაცი. ჯოკერს რო თამაშობდი, დამა არ მომიოდა. რა დაკარგდა ჩემსას, რას გამომებია, რა უნდა არ ვიცი. ისე როგორი? თვითონ იცოცხლე, თბილისელი. აფთვარს არ დაინახებოდა იმისთან ალაბაზი. თან ერთი. მაგრამ ერთი დიდი ნაკლი ხონდა, ძალიან დიდი ნაკლი ხონდა. დაიწყეს უკვე ჭორაობა. ქალიშვილი არ იქნებოდა ალბათ. ქალიშვილი იყო, ხალბატონო, ქალიშვილი. აბა თუ ქალიშვილი იყო, რა ნაკლი ხონდა, სხვა. რა და გემოვნური. აბა გემოვნებიანი მე გამომყვებოდა. ისე სიმართლე თქვენი კაცი ხარ, სიმართლეს თქვენ. ხო. ხოდა ერთ სიმართლეს შენს მოგაცნობა. მითხარი, აბა. შენ რო მიგულე, ბიჭო, შეუბედური შენ ზუგემოვნო თუ გამომყვება, თორე გამომყვება. ნახე რა თქვა? მე კიდე შევას ვიკითხებოდი, დამშვი. ქალების უმრავლესობა მაინც უგემოვნოა, ბიჭო, დამიჯერე. რატომ მე ძალიან მეხალბატონს ვისო გეუბნები? გეუბნები დამიჯერე, გამოცდები ხარო, ხომ მეუბნებოდი. დაგიმხსო, გინდა? აბა, ახლა ერთ შეკითხვას დავსვამდა. დავსვი. იხმასო ხალბატონი. ვინც ფიქრობ, რომ მე უფრო სიმპათიური ვარ, ვიდრე დავით წითლაური, ხო დაწიოთ ხელი. აი, ამდენ ხალხში შვილი ხელი დავინახე და იქიდან ორი ხალბატონმა ხალხი აშვილმა აწია. ესენი არიან მარტო გემოვნებიანები, დანარჩენი უგემოვნოა. ახლა მე დაგიკითხებ, რამდენი გემოვნებიანი ხალბატონია? აბა ხალბატონი. ხიპიანი მაყდა გაჭარია. და რა ისარი მე შენ არა გემოვნება გინდა ერთ საკუთრივ შეხედეს მაგას. აბა მე ვიფასო ხალბატონებო, ვინც ფიქრობ რომ არც ერთი არ მოხდივა ღმერთს, თუ დაწიოთ კი. ხოდა გაიგე აი, რაც გამარჯვება მაგალითად გემოვნებაზე დაუვადა ის. ხალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშე გემოვნებაზე დავობდნენ. სიმართლის გამო ჯარიდან დაწუნებული დავით წითლაური.
მხედველობის არეალს შემცირებული და მუდმივად ზონა გახსნილი ბატონი მამიდა